პირდაპირ მნიშვნელობით ვერ დაეწევი აბსურდებს და სიგიჟეებს, რომლებსაც სჩადის ქართული რუსული ოცნება. ახლახან დასრულდა ირაკლი კობახიძის ბრიფინგი და ირაკლი კობახიძის პაექრობა, სრულიად აბსურდული და დემაგოგიური პასუხები მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრად წოდებულის მხრიდან, პაექრობა ჟურნალისტ სალომე ლაბაზისთან. მე თუ მივაგენი ამ ვიდეო აბასობაში თუ მივაგენი ვიდეო კონტენტს, მე ამასაც გაგასტობთ ამ მასალასაც, მაგრამ მანამდე გეტყვით, მოგიყვებით, გიამბობთ იმ ძირითადი მესიჯების თაობაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააცნო ქართულ საზოგადოებას. თუმცა უფრო მანამდე, ანუ ახლა, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რეალურად რა მოხდა. თუ ვინმეს ჰგონია, კვლავ ვიმეორებ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ყველაფერში, ანუ ქიმიური იარაღის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებაში რუსეთი, მოსკოვი არ არის გარეული, ეს ვინმე, ვისაც ეს ჰგონია, ვისაც ეს წარმოდგენა აქვს, ეს ვინმე რას საკვირველია ცდება. მე სხვაგვარად დავსვავ თქვენი ნებართვით საკითხს. როგორ გონიათ ლუკაშენკა აი რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად მილიონიანი მარში რო იყო მინსკის ცენტრში, ლუკაშენკა, რომელიც მოდი ასე ვიტყვი, სულაც არ არის ნაკლები დიქტატორი, ან არ იყო ნაკლები დიქტატორი ივანიშვილზე, ახლა უკვე ივანიშვილი ბევრად ჯაბნის მას როგორც დიქტატორი, მაგრამ ლუკაშენკა, რომელიც რუსეთს ექვემდებარება, რუსეთთან პრაქტიკულად ერთი სახელმწიფო შექმნა, რომლის ინსტიტუტებშიც, რომლის ქვეყანაშიც ესე ინფილტრირებული არის რუსეთი ძალიან მსუყედ, ლუკაშენკამ რატომ არ გამოიყენა ეს ქიმიური იარაღი. როგორ გონიათ, არ ექნებოდა შეიარაღებაში კამიტი თუ სხვა რომელიმე ქიმიური იარაღი? მაგრამ რუსეთმა გაგიკვირდებათ და ლუკაშენკას დასჯა და ბელარუსი ხალხის დასჯა სულაც არ განიზრახა, სულაც არ ჰქონდა რუსეთს განზრახული იმხანად. კი, რასაკვირველია, გაჯავრდა მოსკოვი, რასაკვირველია, ეწყინა მოსკოვს, რასაკვირველია, არმიეს სალმა კი არა, თავიდან ბოლომდე დაგმო ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა მინსკში ამ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ლუკაშენკას იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ვცდები და უთხრა, რომ აი ქიმიური იარაღი გამოიყენე შენი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ადგილი არ ჰქონია, ლუკაშენკამ ეს არ გააკეთა და მეცაც გეტყვით, არც უთქვამს ესეთი მოთხოვნა მოსკოვის მხრიდან არ ყოფილა. მაშ რატომ ქართველი ხალხი და არა ბელარუსი ხალხი, რასაკვირველია, ამ უკანასკნელს არც ვაკნინებ, არც ვეჯიბრები, არც მისი დაჯაბნა მინდა, არც იმის წარმოჩენა მინდა, რომ ჩვენ თითქოს უკეთესები ვართ, თუმცა უკეთესები ვართ, იმიტომ რომ ისტორია გვაქვს პროტესტისა, ისტორია გვაქვს წინააღმდეგობისა და დამოუკიდებლობის ისტორია გვაქვს, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა გასულ საუკუნეში, ხოლო ბელარუსებს ისევე როგორც ბევრს ხონჩით მიართვეს მეთქი, ასე ვიტყვი და ამიტომაც არის გაჯავრებული განსაკუთრებით რუსეთი, როგორც იმპერია, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, სწორედაც რომ ქართველ ხალხზე და არა მხოლოდ 89, 90, 91 წლებში მიმდინარე პროცესების გამო, ანუ 30-35 წლის წინანდელი ამბების გამო, არამედ ახლაც ჩვენს წინამდვილეში, აი ბოლო 35-37 წელიწადია რაც ხდება საქართველოში და საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, ამის გამოც რუსეთი რასაკვირველია ბოღმით იხჩობა მეთქი ასე ვიტყვი და ეხლა მე გაგახსენებთ, აი ჩამოვწერე საგანგებოდ და სახელდახელოდ რა არის მისი გაჯავრების, ჩვენზე შურისძიების განხორციელების მთავარი საყრდენი ბევრი მიზეზი, საბაბი, მოკლედ საფუძველი, რის გამოც რუსეთი როგორც სახელმწიფო, ჩვენ როგორც საქართველოს, არა ივანიშვილს, არამედ ნამდვილ საქართველოს უბრალოდ ვერ გვიტანს ნამდვილ საქართველოს და ნამდვილი საქართველოს შვილებს ამ ჩამონათვალში არ მოხდა უამრავი გმირი, მაგალითად თამაზ გინტური, მაგალითად გიორგი ანწუხელიძე, მაგალითად ტატუნაშვილი, მაგალითად 90-იანი წლების გმირები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ რუსებს, მაგალითად 2008 წლის გმირები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ გმირებს, მაგალითად შინდისის გმირები, ბევრი და ბევრი არ მოხდა, თუმცა კვლავ ვიმეორებ, რომ რამდენიმე საფუძველთა საფუძველი, აი კონცეპტუალური საფუძველი, აკი ჩამოვწერე კიდეც და აი ესე მოუყვებით თქვენის ნებართვით. პირველი 89 წელს 9 აპრილს ხელუკუღმა რომ გავარტყით რუსეთს
მოვითხოვეთ აპრილის თვეში დამოუკიდებლობა და 9 აპრილს რომ დაგვსაჯა, მაგრამ ვერ გაგვტეხა, ამის გამო გვსჯის რუსეთი აი გამოხდა 37 წელი, მაგრამ ის ბოღმა კი კვლავაც აღჭობს რუსეთს. გამოხდა ხანი 89 წლიდან და 90 წლის 28 ოქტომბერს ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები მთლიანმა საქართველომ, გაიმარჯვა ანტიკომუნისტურმა ბლოკმა, რგვალმა მაგიდამ და ამის გამოც გვსჯის რუსეთი. 99 წელს ჩვენ ჩამოვაგდეთ ლენინის ძეგლი, კი არ ჩამოდემონტაჟი კი არ მოხდა ლენინის ძეგლის. აი იმ ლენინისა, რომელიც ჩასვენებული ხავთ სადღაც სასახლეში და ჩამისვენებული ხავთ რაღაც მავზოლეუმში და პატარავდება, ჩვენ იმ ლენინის ძეგლი ჩამოვაგდეთ თბილისში და სხვა ძეგლი სტალინისა კი გორში და არა მხოლოდ გორში, ამის გამოც გვსჯის ჩვენ რუსეთის ფედერაცია ვეზიზღებით პირდაპირ მნიშვნელობით და ამიტომაც უთხრა სწორედ რუსეთის ფსბ-მ, კრემლმა, მოსკოვმა, პუტინმა თუ ნებისმიერი სხვაგვარის წარმომადგენელმა აქაურ გამოპუტინებულებს, რომ სწორედაც რომ ქიმიური იარაღი უნდა გამოიყენოთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ 91 წლის 31 მარტისა და 9 აპრილის გამოც ჩვენ დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გამო და 9 აპრილის გამო გვსჯის ჩვენ რუსეთი და ავალადებულებს საკუთარ გამოპუტინებულებს, ანუ პუტინის აგენტებს, ივანიშვილს, კობახიძეს, სხვებს, რომელს ვისთან აქვს ძაფი პირდაპირ თუ ირიბი კავშირი. ახლა ამის რკვევას მე ვერ დავიწყებ, რა საკვირველია, უთხრა რომ სწორედაც რომ ქიმიურ იარაღს იმსახურებს ქართველი ხალხი. 92 წელს 92-დან 93 წლამდე 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა რუსეთის მიერ წარმოებული ოპერაცია ომი საქართველოს დამოუკიდებელი, უკვე შევარდნაძის დროინდელი საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია ჩვენ ვიომეთ 13 თვე როგორც შეგვეძლო და 13 დღე როგორც შეგვეძლო ჩვენ ვიომეთ 27 სექტემბერს დავკარგეთ აფხაზს, დაეცა სოხუმი, იყო ჯოჯოხეთი, პირდაპირ მნიშვნელობით ჭუბერის გზა, ის ტრაგედიები რაც ამ გზაზე მოხდა და არა მხოლოდ და ამ დაგვსაჯა რუსეთმა, მაგრამ ესეც კი არ არის მისთვის საკმარისი, იმიტომ რომ უკვე შემდგომ წლებში განსაკუთრებით 95 წლიდან აი შევარდნაძე, რომელიც გამსახურდიას კონცეპტუალური მოწინააღმდეგე იყო, მანაც კი დაიწყო ფორმაქნადობა ჩვენი ქვეყნისა და დაიწყო განაგრძო რუსეთმა შევარდნაძის საქართველოს დასჯას. 90-იან წლებში ჩვენ ორჯერ მივაღწიეთ იმას, ორჯერ კი არა, სამჯერ ბუდაპეშტში, ლისაბონსა და სტამბულში მივაღწიეთ იმას, რომ ელცინის რუსეთს ვაღიარებინეთ, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა უპირატესად ქართველების წინააღმდეგ, ამის გამოც გვსჯის რუსეთი. 99 წელს სტამბულის სამიტზე გადაწყდა, რომ რუსის ჯარი უნდა გასულიყო საქართველოდან და გავიდა კიდეც შემდგომ წლებში, იცით თქვენ, ზურაბიშვილი, ლავროვის მოლაპარაკება და პრაქტიკულად კი არა, რეალურად ყველა ბაზის დატოვება ცხადია აფხაზეთში არსებული ბაზების გარდა და ამის გამოც ჩვენ გვსჯის ქართველ ხალხს, არა მის მონახელის უფლებას კობახიძეს თუ სხვებს, არამედ ქართველ ხალხს დასჯის რუსეთი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მივეტენებით და მას ჩავეხუტებით და მასთან ჩავძმაკაცდებით, ამ დასჯას ის არ გააგრძელებს. ეს სწორედაც რომ ამას არ ნიშნავს. 2001 წელს რუსეთი ითხოვდა ჩვენგან ერთობლივი ანტიტერორისტული ბაზების გაკეთებას 2000-ში და 2001-ში და ჩვენ უარი უთხარით, შევარდნაძის საქართველოს უთხრა უარი, ამის გამო დაიწყო წვნისა და აღჭურვის პროგრამა, ჩვენი ჯარის შეიარაღება, ჩვენი ჯარის დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანა, ამის გამოც სჯის და იმავე წელს კი არა, მომავალ წელს პრაღის ნატოს სამიტზე შევარდნაძემ რომ თქვა, რომ ჩვენ ვაკაკუნებთ, ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანებაო, ამის გამოც გვსჯის, რა საკვირველია, როგორ გაბედა ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხის იმჟამინდელმა მმართველმა ნატოში გაწევრიანების სურვილის დაფიქსირებაო. 2008 წლის ხსენებაც შეიძლება, რა საკვირველია ამ კონტექსტში, ოღონდ ომს არ გულისხმობ თქვენის ნებართვით, გულისხმობ იმას, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამის გამოც დამატებით გვსჯის რუსეთი, როგორ ბედავდნენ ქართველები, თუნდაც მაშინ 2008 წელი უკვე სააკაშვილის მმართველობის პერიოდია, რომ ნატოსკენ გაექცათ თვალი და ნატოსში გაწევრიანება მოუნდათო. 2003 წელს დავბრუნდით 5 წლით ადრე ვარდების რევოლუციის გამო, ეს იყო ანტირუსეთული
ფაქტი, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სახელმწიფოს დამატებით კიდევ ერთხელ აღბართ შევუყევით და ჩვენი სახელმწიფოს ფორმაქნადობა რეფორმები დემოკრატიაში მოიკოჭლებდა განსაკუთრებით ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, მაგრამ რეფორმებს არ ატარებდაო, ამას კი ვერავინ მისი ყველაზე უფრო თავგადაკლული ოპონენტებიც კი ვერ იტყვიან ამას. 2004 წელს პრაქტიკულად მოწყვეტილი დედასამშობლოსაგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ისიც დაუბრუნდა ამ ქვეყანას, მოხდა აჭარის რევოლუცია და ამ რევოლუციების გამოც გსჯის და ნახეთთან როგორ გსჯის ქართველი ხალხის წინააღმდეგ უნდა გამოყენებულიყო ქიმიური იარაღი, ქართველი ხალხი უნდა მოკვდეს, ქართველი ხალხი აღარ უნდა არსებდეს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ნელის სიკვდილით უნდა მოკვდეს. დიახ, ასეა, მე ვერ დავამტკიცებ ვერასოდეს დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ რომელიმე პეტროვმა, ივანოვმა თუ უშუალოდ პუტინმა გამოუგზავნა ბიძინას, კობახიძეს თუ გომელაურს ქართველი ხალხის გენოციდის აუცილებლობის თაობაზე რამ დოკუმენტი ვერ დავამტკიცებ ჰაკიმი მეორებ, მაგრამ მაინც 2003-12 წლის რეფორმები ვახსენე, რუსეთის ჯარის გაგდებაც ვახსენე მგონი, თუმცა გავიმეორებ, აკი გითხარით, რომ უკვე 2000-იანი წლების შუა პერიოდში გაფორმდა საბოლოოდ დატოვა რამდენიმე ბაზა არსებული საქართველოში რუსეთის ფედერაციამ და ბოღმით აღივსო, იმიტომ რომ ქართველებმა დიპლომატიურ ასპარეზზე დაამარცხეს რუსეთის ფედერაცია, ააღებინეს მას ცალკეული ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობაც წარმოუდგენელი იყო რუსეთის ფედერაციისთვისაც კი იმხანად ადეკვატური როდის ყოფილა ეს ქვეყანა, მაგრამ იმხანად ასეთი ბრუტალური 2008-მდე ყოველ შემთხვევაში ის არ ყოფილა. 2008 წელი ვახსენეთ და 2008 წელს შეწინააღმდეგების გამო აქ მარტო დაღუპულ ჯარისკაცებს და სამოქალაქო პირებს არ გულისხმობ, დაღუპული პირები რასაკვირველია ჩვენი გმირები არიან, ჯარისკაცები და არა მხოლოდ ჯარისკაცები, მაგრამ რამდენი გადარჩენილი სხვადასხვა გვარის ოღონდ ზოგადი სახელით ანწუხელიძეა, ვინც არ გატყდებოდა თეორიულად დატყვევების შემთხვევაში, რამდენი ისპირია და ამას უფლებას მივცემ, რომ თქვა ასე, რამდენიმე პირს მე პატივი მაქვს, რომ ვიცნობ დღესაც ზოგი მათგანი აქ არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რამდენმა გაუმწარა სიცოცხლე რუსებს 2008 წელს და ესეც ვერ მოუნელებია კრემლს, მოსკოვს, პუტინს, FSB-ს, გერეუს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვერ მოუნელებიათ ის რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად სწორედაც რომ საქართველოში დაიჭრა მათი გენერალი, უკვე შემდგომ გენერლები, პოლკოვნიკები და გენერლები და ასაკვირველია დაეხოცება კიდეც უკრაინაში, მაგრამ უკრაინის ომამდე, ანუ 2022 წლამდე არის ბევრი წელი დარჩენილი, 14 იცით თქვენ 2008 წლიდან რო ვიანგარიშოთ და საქართველო იყო ერთ-ერთი კი არა მთავარი პირველი ქვეყანა, ვინც ხელი აარტყა როგორც 90-იან წლებში, ისე 2000-იან წლებში რუსეთის ფედერაციას ნებისმიერი ფორმაციის საქართველო, მეთქი ასე ვიტყვი, გამსახურდიას საქართველო, შევარდნაძის საქართველო, ერთმანეთსაგან განსხვავებულ ლიდერებზე ვლაპარაკობთ. ჩვენ და კიდევ ერთ განსხვავებულ ლიდერზე ვლაპარაკობთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. 2019 წელს ბოდიში მანამდე შეგვიძლია 12-დან 25 წლამდე, ანუ ბიზიდა ივანიშვილი მოდის ჰიბრიდული ოპერაციის შედეგად და ჰიბრიდული ოპერაციის შედეგად რომ მოდის და ბევრს ათოხლა ქართული საზოგადოებიდან მიხეილ სააკაშვილზე სამართლიანად ესე ვიტყვი, გაბრაზებულებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს თურმე აღმოჩნდა, რომ ვიღაცა ადრე მიხვდა ამას და ვიღაცა გვიან მიხვდა და ვიღაცა ჯერაც ვერ მიხვდა და იმედი მაქვს მიხვდება, მაგრამ ეს არის დიდი კამპანია, რომელიც დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ რბილი, თბილი, ტკბილი, ოღონდ საქართველოს რუსეთის იღლის ქვეშ მოქცევისა და 12-დან 25 წლამდე დაწყებული, გაგრძელებული პროტესტის, რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამო რუსეთი გსჯის დამატებით, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, თუ ვინმეს გონია, რომ როგორც თავადებმა ჩაუგორეს ერთი თავადის ქალი რუსებს ლოგინში ისე ჩავუგორდებით, ფიგურალურად ვამბობ, ცხადია რუსებს ლოგინში და ამის შედეგად, ამის გამო აღარ დაგვრჩიან, ძალიან მწარედ ცდება ეს ვინმე. 2019 წელს სხვა ამბების გახსენებაც შეიძლება, მაგრამ 2019 წელს გავრილოვის გაგდების პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რომ ჩაასკუპეს იმ გავრილოვის გაგდების გამო, რასაკვირველია რუსები გსჯიან და პოზნერის გაგდების გამო,
ლავროვის შვილისთვის პრობლემების აი აქ ხომ ესეთი ადგილი უნდა შექმნან, სადაც ღრეობა იქნება გრუზინსკაია იზისკანია ვინო ხომ და დალიონ და იტინგიცონ რუსებმა და ლავროვის შვილსაც მოუნდა ინგიცობა და მის თანხმლებ პირებსაც და პრობლემები ვერ გავაგდეთ, მაგრამ პრობლემები პირდაპირ მნიშვნელობით ვერ გავაგდეთ, მაგრამ პრობლემები კი შეუქმერით თუ მას და თუ ამ პროპაგანდისტ პოზნერს და ესეც ვერ გადაუხლაპავს, ესეც კი ვერ გადაუხლაპავს რუსეთს. ევროკავშირთან დაახლოების პროცესი 2013-დან 14-დან ნატოსთან დაახლოების გაგრძელების პროცესი 2013-დან 14-დან რასაკვირველი ამ ბანდა ხელისუფლება ეს ყველაფერი შეაჩერა და ეხლა ჩაჩეხილები ვართ, მაგრამ ავანსად მოგვცა ასე მაგალითად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 23 წლის მიწურულს, სწორედაც რომ დეკემბერში, ანუ 2 წლის წინ ზუსტად ევროკავშირმა მანამდე იყო ღვთაყოვლის მომცველი ხელშეკრულება, ასოცირების შეთანხმება, მანამდე იყო უვიზო რეჟიმი, სწორედაც რომ შენგენის წევრ სახელმწიფოებში და კიდევ 4 სახელმწიფოში და ეს როგორ გაბედეს ქართველებაო, ამის გამო გვსჯის ჩვენ რუსეთი ნატოს ერთგულების არა სახელმწიფოს ხელისუფლება წოდებული ამ შემთხვევაში ბანდის არამედ ქართველი ხალხი რომ არის ნატოს და ზოგადად დასავლეთ ნატოს ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის ერთგული ამის გამოც გვსჯის ჩვენ იმის გამო რომ ჩვენ მოვიდომეთ ასე მაგალითად ანაკლის სპორტის გაკეთება თუმცა ჩაჩეხა ამ ხელისუფლებამ იმის გამო რომ ჩვენ მოვინდომეთ მეტი და უკეთესი და უფრო ხარისხიანი მართლა სუვერენიტეტი და არასუვერენიტეტი გადათანხმებული რუსეთთან ამის გამოც გვსჯის რუსეთი და კვლავ ვიმეორებ თუ დაუბრუნდები პირველ სიტყვას ქიმიური იარაღი გამოიყენეთ თუ არ უთქვამთ რუსებს ბელარუსებისთვის ან ყველა იმ სატელიტის სახელმწიფოსათვის სადაც პროტესტი ოდესმე კი ყოფილა და ამათთვისაც არ უთქვამს 2019 წელს მაგალითად აი ამ ბანდა ხელისუფლებისათვის შემდგომ წლებში, მაგრამ 24 წელს რასაკვირველია მოსკოვმა გასცა ეს ინსტრუქცია და უთხრა რომ თქვენ საწყობებში ჩვენ ვიცით რომ ინახება ესა და ეს ქიმიური იარაღი და რა ქიმიური იარაღი ამაზე დღეს უკვე უბრალოდ ამ ვიდეო ბლოგში ვერ მოვასწრებ იმ ვერ მოვახერხებ იმ ლაბაძე versus ირაკლი კობახიძის განხილვას და გაჩვენებას თქვენთვის უკვე მაქვს ეს ვიდეო მასალა სალობემ გადმომიგზავნა და შემდგომ ვიდეო ბლოგსაც დაელოდეთ თუ არ შეწუხდებით და დიახ რუსეთმა გასცა ბელარუსში არ თქვა ბელარუსთან დაკავშირებით არ თქვა ლუკაშენკოს არ უთხრა სხვას არ უთხრა ამათაც კი არ უთხრა ასე მაგალითად 2019 წელს მაგრამ 24 წელს სწორედაც რომ ქიმიური იარაღი ამათ გამოაყენებინა ქართველები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ მოსკოვის აზრით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდევ იმიტომ რომ რუსული კანონები ვერ მივიღეთ იმიტომ რომ დასავლეთში ინტეგრაციის სურვილი აქვს ქართულ საზოგადოებას და ყველა კვლევა რომ 70-75% ყველა კვლევაში რომ დადასტურებულია რომ ქართული საზოგადოება სწორედაც რომ დასავლეთისკენ მიისწრაფვის ამის გამოც გვსჯის რუსეთის ხელისუფლება დიახ ხო მოიგეს არჩევნები ბჭყალებში რასაკვირველია ხო შეაჩერებინეს ირაკლი კობახიძეს ევროინტეგრაცია ხო აკეთებინებენ ნებისმიერ სხვა საქმეს მაგრამ უცელა მოუყორავობა რუსეთისა გულისხმობს იმას რომ გულისხმობს და მოიცავს იმას რომ ყველა ვინც მის წინააღმდეგ არის ერთი ადამიანიც კი ერთი კონკრეტული ადამიანი ნებისმიერი პატიმარი ან რუსთაველის გამზირზე მდგომი ან სულაც არ მდგომი ისიც უნდა დაისაჯოს მან უნდა იცოდეს თავისი ადგილი ეს არის მოსკოვის ავადმყოფური სურვილი წარმოდგენა საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოსთან დაკავშირებით დიახ დაუსრულებელი წინააღმდეგობის და გაუტეხელობის გამო გვსჯის რუსეთი ეს რომ ვიცოდეთ და მე სრულიად შემთხვევით ჩაირთო ახლა ფილმი BBC-ს ფილმი რომელიც გუშინ იყო ფორმულას ეთერში და დაბეჯითებით გთხოვთ რომ ნახოთ ეს ფილმის გავიგოთ კარგად რომ ესენი დამოუკიდებელი მოთამაშეები რომლებიც ამ ცისასტიკეზე წავიდოდნენ როგორ არა თავადაც არიან კი არა არ არიან ესენი არიან თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი რუსეთის ფედერაციაზე ოღონდაც კი იმათ მოაწონონ თავი ოღონდაც კი იმათმა შეუნარჩუნონ ამათ ძალაუფლება ოღონდაც კი რუსეთი იყოს მთავარ საფუძველი არ გარანტორი მათ მიერ ძალაუფლებაში დარჩენისა და შესაბამისად
მათ მიერ ფულის მოპარვის რატო იპარავენ ფულს აი შარშანდელი მავიღოთ ნებისმიერი მანქანა მაგალითად ხო მერსედესი ხო სტერეოტიპულად ხო ყველაზე კარგი მანქანაა და შესაძლოა მართლაც ყველაზე კარგი მანქანა ავტომობილია შარშანდელი 2024 წლისა კი არა უკვე 25 წლისა მერსედესი აღარ უნდა რომელიმე მათგანს ხო მას სჭირდება 26 წლის უხეშად ლაპარაკობ გელენვაგენი ხო და 26 წლის გელენვაგენი კი პატარა ფული არ ღირს და სჭირდება იმისთვის რომ მოიპაროს და მეტი არაფერი ასევე ძალაუფლებაში ყოფნის სურვილი ამოძრავებს მათ უმრავლესობას ხოლო ბიძინა რასაკვირველი არის უარესი მე ესე ვიტყვი ვიდრე სერგო ორჯონიკიძე აქამდე ხომ ასე ვამბობდით რომ ბიძინა არის სერგო ორჯონიკიძის მაგვარი ახლა უარესი გამოდის იმიტომ რომ სერგო ორჯონიკიძეს თავის ავადმყოფურ ტვინში იდეა მაინც ჰქონდა იმის თაობაზე რომ საქართველოს უნდა გაესაბჭოებინა მაგრამ და საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა დაეკარგა და უნდა ყოფილიყო ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში რასაც მიაღწია კიდეც ბიზნეს მხოლოდ ეს არ უნდა ბიზნეს უნდა ან არ უნდა მაგრამ გამოსდის რომ ქართველი ხალხი რომელიც მას და რუსეთს წინააღმდეგობას უწევს აღარ არსებობდეს. ამიტომ ნებისმიერი ბრძანება გაცემული პუტინის თუ რა მნიშვნელობა აქვს მის მიერ უსიტყვოდ სრულდება. აი ეს არის საფუძველთა საფუძველი, ამიტომ ისრები მიუმართოთ კობახიძისა და მეისრებისაკენ რასაკვირველია გობელაური, ავიც ხარება, კონკრეტული გედედელი ან ასე შემდეგ, უფრო დიდი ის არის მიუმართოთ რასაკვირველია ბიზნესაკენ, რომელმაც ჰააგაში უნდა დაასრულოს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ხვდა ესეთი ბედი წილად რაღაცა ხავს ესეთი იმპერიული სახელმწიფო მეზობლად საქართველოს მისია არის მუდმივი ბრძოლა რუსეთთან რომელსაც ჩვენი არც სახელმწიფო უნდა რომ ნახოს გვერდით სამხრეთით და საერთოდ ქართველი ხალხის არ უნდა რომ არსებობდეს იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მისი პუტინების ტაშფანდურის ფეხსალაგი ამ ვითარებაში ვართ ახლა ეს არის ჩვენი მისია და მისიაა ჩვენი რომ წინააღმდეგობა რუსეთს და რუსეთით დაბოლებულ გამორუსეთებულ პირებს წინააღმდეგობა გაუწიოთ მუდმივად